დღეს მოგიყვებით ერთადერთ ვირუსზე, რომელიც დადასტურებულად იწვევს კარცინომას და ადამიანების 80%-ს, რომლებიც სექსუალურად აქტიურები არიან, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონიათ ამ ვირუსის რომელიმე სეროტიპთან შეხება. ეს არის ადამიანის პაპილომავირუსი, რომლის უამრავი ტიპი არსებობს და ამ უამრავი ტიპიდან დაახლოებით 12-ია კანცეროგენული. პაპილომავირუსი, როგორც ხედავთ, შედგება გარსისგან, ანუ კაფსიდისგან და მასში მდებარე ცირკულარული გენომისგან, რომელიც უშუალოდ დაინფიცირებულ უჯრედის ბირთვში მოხვდება და ეს ვირუსის გენომი შემდგომ ინტეგრირდება უშუალოდ დაინფიცირებული უჯრედის გენომში და ხდება მისი ნაწილი. ამ ინტეგრირებული ვირუსის დნმ-ისგან შემდგომ სინთეზდება ონკოპროტეინები, რომლებიც იწვევენ ონკოგენების დისრეგულაციას და უჯრედის უკონტროლო ზრდას და გამრავლებას, რის შედეგადაც კარცინომა ყალიბდება. გარდა საშვილოსნოს კარცინომისა, ეს ვირუსები იწვევენ ოროფარინქსის, ვულვის და მამაკაცის სასქესო ორგანოს კარცინომებს, თუმცა ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს თქვენი ნერვიულობის მიზეზი, რადგან დღესდღეობით ძალიან ბევრი სკრინინგ პროგრამა არსებობს. განსაკუთრებით ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ დროს ხდება უშუალოდ საშვილოსნოს ყელის დათვალიერება გინეკოლოგიურად, ან იქიდან უჯრედული ნასხის აღება და ამ ტრანსფორმაციულ ზონაში უშუალოდ შემოწმება არსებობს თუ არა უჯრედული ატიპია.